და შევეცდები რომ დასმულ კითხვებზე გავცე პასუხი. რამდენად დამაკმაყოფილებელი იქნება ალბათ თქვენ მე განმეხმაურებით სხვადასხვა ფორმით. თქვენს ეძახიან ამ ხელისუფლების რუხი კარდინალიაო, მე რა თქმა უნდა ამის არ მჯერა და მიმაჩნია ის რომ ბატონი ბიძინა თქვენი მეშვეობით ტესტავს საზოგადოებრივას, ვიცი რომ მიპასუხებთ არავინ, მაგრამ მაინც ვსდი, რამდენად შეეფერება ეს იმათლეს. ეხლა გარკვეულწილად ის რომ ჩემი მოსაზრებებით შეიძლება ირიბად რაღაცა იტესტებოდეს, ხო? შეიძლება ესეთ მოსაზრებას აქვს ასე უფლება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ესეთ საქმით არის დაკავებული, ჩემი მეშვეობით რაღაცას ტესტავდეს, ჩვენის ურთიერთობა ნამდვილად არ აქვს. თუმცა ნებისმიერი ადამიანის საზოგადოებრივად აქტუალური ადამიანის ნებისმიერი გამონათქვამი ან მოსაზრება ეს არის გარკვეული ტესტი, ბუნებრივია, ხო? ამით უმეტეს, როდესაც თემა იბადება იმ მომენტში. და ამას თუ ვიღაცა იყენებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი თუ სხვა, ხო? ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ეს არ ხდება რაღაც დაგეგმილად და წინასწარ გამჭრეტილად. ეს კითხვა თავისთავად მოიცავს თავის თავში შეთქმულების თეორიის, ესე ვთქვათ, მიმდევრის დასმულია, თუმცა თავისთავად საინტერესო კითხვაა. და თვითონ კითხვის დამსმელზე დადებითად საუბრობს. ბატონო გია, რომელი ეკონომიკური იდეოლოგიის მხარდამჭერი ბრძანდებით, ანუ მემარცხენე ხართ, მემარჯვენე თუ ცენტრისტი, ხო? მე ესე მაინც არ დავყოფდი ეკონომიკურ პოლიტიკას, მთავარი პრინციპები, რაც ეკონომიკაში მომუშავების, ეს გახლავთ თანაბარი კონკურენცია, როგორც ვერტიკალური, ასე ჰორიზონტალური, ანუ სფეროში, ამა თუ იმ სფეროში ეკონომიკის უნდა იყოს აბსოლუტურად ჯანსაღი კონკურენცია და გარდა ამისა ვერტიკალური კონკურენციის პრინციპებიც უნდა იყოს დაცული, ანუ მსხვილი და საშუალო და მცირე ბიზნესი უნდა იყოს დაახლოებით თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებული, რომ ყველა სეგმენტი კანონზომიერად ვითარდებოდეს. მე ხა არ მინდა რომ იდენტიფიცირება მოვახდინო მემარცხენე ნებისმიერი ხელისუფლება უნდა იყოს მემარცხენე ზუსტად იმ დოზით, რომ თავის სოციალურ ვალდებულებებს სრულფასოვნად ასრულებდეს. ამის მიღმა ყველაფერი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ლიბერალიზებული. ანტიმონოპოლური კანონმდებლობა არ უნდა უშვებდეს მონოპოლიებს ქვეყანაში, ხელისუფლებამ უნდა აკეთოს თავის საქმე და იყოს გარანტი მხოლოდ ეკონომიკური თავისუფლების და ბიზნესმენს საქმე უნდა ქონდეს მხოლოდ კანონთან და არც ჩინოვნიკთან. ეხლა თქვენ ამის ამ მოდელს რომელს მიაკუთვნებთ, რომელ ასე ვთქვათ სეგმენტს, ხო, ეს უკვე თქვენი გემოვნების საკითხია. მე მემარცხენე და მემარჯვენეს თეთრი და შავით არ ვიმშელებდი ეკონომიკასთან დაკავშირებით. როდის დამთავრდა ელიტებს შორის ბრძოლა და როდის დაიწყება ხალხზე ზურმა. ეს ნაციონალებს კითხეთ, ხო, იმიტომ რომ ისინი მუდმივად ცდილობენ, რომ ქარიშხალი ქეში ატეხონ. ბრძოლა ჩემის აზრით, პოლიტიკური ბრძოლა დასრულებულია, თუმცა ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, რომ დატოვოს გარკვეული რისკები, ანუ საზოგადოებაში იმის შეგრძნება, რომ თითქოს კიდევ რაღაცა ხდება, ხო? ცენტრში არაფერი არ ხდება, ეს ბრძოლა დამთავრებულია და მხოლოდ ეკრანებზე ხედავ ჩვენ ამ ჰიპერაქტიურობის შედეგებს. ბრძოლა დასრულებულია, რეიტინგებიც მეტყველებს, რომ ფაქტიურად მათი სეგმენტი არის ძალიან ვიწრო, ისინი აღარ არიან სრულფასოვანი მოთამაშეები პოლიტიკურ მოედანზე სამწუხაროდ, იმიტომ რომ დღეს არ არსებობს ხელისუფლების დაბალანსების პოლიტიკური საშუალება და ეს ცუდია, მაგრამ რეალურად ბრძოლა დასრულებულია. სამუშაო ადგილების შექმნა, გადასახადების შემცირება, სხვა მრავალი, რასაც დაგგვირდით. მე ვისდაგვირდი არ ვიცი, მაგრამ კაი. თუ ისე უნდა გაატაროთ მმართველობის ვადა კოალიციამ მთელი საზოგადოება კოალიციის და ნაციონალების შორის უაზრო დაპირისპირებას და არანაირი ხეირი არასოდეს. მე ამაში გეთანხმებით, რომ ქმედებებია საჭირო და ეს დაპირისპირება ნამდვილად უსაგნოა და ქართული ოცნება უნდა გამოვიდეს ამ პოლემიკიდან ნაციონალური მოძრაობას უნდა დაუტოვოთ თავის სეგმენტი, ხო, ისინი მაინც ვერ გაჩერდებიან, ახლა ეს მათი ბუნებაა და რა თქმა უნდა, პირველ რიგში საქმის კეთება უნდა გადავიდეს არა, უნდა უფრო ინტენსიური და სწრაფი გახადოს, ეფექტური გახადოს ხელისუფლებამ თავისი მოქმედებები ზუსტად სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის კუთხით და თუნდაც დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრების კუთხით.
ბატონო გია რკინიგზის გენერალური დირექტორის მრჩეველი, ახლა პრემიერის მრჩეველი საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე. საგარეო პოლიტიკურში არა, საგარეო ეკონომიკურში. ბოლო ვინ არის გია ხუხაშვილი და რა ფუნქციებს ეს კითხვა დღეს ვაშვებს პარლამენტის ტრიბუნიდან გაიცმა გოგა ხაჩიძეს დაუსვია ეს კითხვა ვინ არის ხუხაშვილი, ხო? უკვე ანუ კიდევ უფრო მაღლა ადის ჩემი თემა. გამოდის ვირტუალური სამყაროდან და უკვე პარლამენტის ტრიბუნაზეც გახდა სალაპარაკო, ხო? ძალიან მარტივად არის საქმე, ხო? მრჩეველი ეს არ არის დანიშნული ანუ ეს არ არის ინტეგრირებული თანამდებობა, რკინიგზას ისე როგორც პრემიერ შეიძლება ძალიან ბევრი მრჩეველი ყავდეს. ეს თავისთავად არის პრობლემა, ანუ რკინიგზასთან დაკავშირებით ჩემი მრჩევლობა ის უკავშირდება იმას, რომ თავის დროზე ვიყავი რკინიგზის სამთავრობო საბჭოში, მე ვიყავი დირექტორიც ერთი პერიოდი რკინიგზის, ვიცი, მაქვს ამის კომპეტენცია, მაქვს სურვილი, რომ თუ რაღაც კითხვები გავუჩნდება რკინიგზას, იგი მენეჯმენტის თვალსაზრისით ძალიან ბევრი სტრატეგიული თემაა საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციის განვითარებასთან დაკავშირებით, ამ საკითხებზე როცა ვუჩნდებათ მათ ესეთი რჩევების მიღების საშუალება, მე ისე ვთქვათ, თანამშრომლობ მათ. მე არ ვერევი არც ერთ გადაწყვეტილებაში რკინიგზაში, რაზეც არის ლეგენდები დადისრულ ამის იქ მე ვნიშნავ ყველას და ის შემდეგ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის სრული აბსურდი. Кайხანე არ ყოფილა რკინიგზაში და კონკრეტულად ოპერატიულად იქ რა ხდება მე არ ვიცი, თუმცა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე ძირითადად ისმენენ ხოლმე ჩემ აზრს. გადაწყვეტილების მიღებაში მე არ მონაწილეობ. Так, უამრავი თქვენს მიმართ ბრალდებები უამრავია. ამბობენ რომ კლანების ჩანაცვლება ხდება და მერაბაშვილის კლანი ხვედელიძე ხუხაშვილის კლანმა შეცვალა. თქვენ სახელთან აკავშირებენ დავით ჩხატარაშვილს. იქნებ გითხრათ რა ბიზნესებს ფლობთ და რა კავშირი გაქვთ ჩხატარაშვილებთან და ჯანაშვილებთან. ხო, ეხლა მოდით ესე მივყვეთ, ხო, რაც შეეხება რა ბიზნესებს ვაფლობთ, საერთოდ ბიზნეს, მთელი ცხოვრება ხელფასზე მუშაობ და ამ წუთასაც ხელფასზე მუშაობ. არნაირი ბიზნესი არ მაქვს, ეს არის მოგონილი თემა, მთელი ცხოვრება ესე ვიცხოვრე და პრინციპში გასაგებია ხა ეს რატომაც გეცდება. რაც შეეხება ჩანაცვლებას, პირდაპირ გეტყვით იმას, რომ ჩემი ერთ-ერთი ინტერესია, რომ სახელმწიფოს რაც არის ის მიიღოს სახელმწიფომ გია ხუხაშვილის პირადი ინტერესები ამ პროცესში არ ამოძრავებს და არ აქვს არანაირი პირადი ინტერესი. რაც შეეხება ხვედელიძე ხუხაშვილი ხა რანაირად მაკავშირებენ ხვედელიძესთან არ ვიცი, ხო, თავის დროზე ის დაწერეს, რომ მე თვითონ რაღაც სიაში რომ ხვედელიძე ხვედელიძე რაღაც $70,000 თუ $100,000 აღარ გამოერთა ხუხაშვილმა, ხა აბსურდია სულ, იმიტომ რომ ხვედელიძე მთლიანად პროცესში მონაწილეობდა საარჩევნო პროცესში და ხა ჩემი სალობირებო მას არაფერი არ ჭირდა, ხო? ხვედელიძეს პრაქტიკულად ვერ ხედავდა მე საქმიანობის შესახებ, დღევანდელი საქმიანობის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი და ხა ხვედელიძე ხუხაშვილის კლანი ეს გასაგები არიან ადამიანები, რომლებიც ამაზე მომდევნო საუბრობენ. ხა იგივე ჩხატარაშვილზე მილიონჯერ მithქვენს, რომ არ არის ბატონო ეს ჩემი თანამშრომელი მეთქი და ვისაც აინტერესებს მოვიდეს და იჯდეს ამ ოფისში, ესე რომ ვთქვათ, უყარაულო, სად არის ჩხატარაშვილი, მე ვერ გავიგე. მე მქონდა მეთქი დავადასტურე ერთ-ერთი მას შეხვედრა. ძალიან საინტერესო ინფორმაციის მატარებელი ეს ადამიანი და ბუნებრივი იყო ეს ინტერესი მქონოდა და შევხვდი ეს იყო და ეს და ახლა ჯანაშვილი საერთოდ არ ვიცი ვინ არის ჯანაშვილი ვინ არის წარმოდგენა არ მაქვს და აი ამაზეც ზოგიერთი ადამიანი მოგმეც საუბრობს მე მისი თანამდებობაც კი არის თვალით არ მინახავს სახეზე როგორ გამოიყურება ეს ჯანაშვილი ისიც არ ვიცი ხო ახლა რა კომენტარი უნდა გავაკეთო ეს თავსურცეს ხო მეგობრობის გარდა რა გაკავშირებს ცხონებულ ბადრი პოდიკაშვილთან რატომ ამბობენ რომ თქვენმა რჩევებმა და ამას არ ამბობენ ჩემმა რჩევებმა და ამას არ ამბობენ მეცაც გეტყვით რომ ამას ამბობს ერთი ადამიანი ან ორი ადამიანი ამაზე ლაპარაკობს ახლა მე ოჯახთან ძალიან ახლოს ვარ და დღეს ქალბატონ ნათელას იუბილეა და ვიოცავ კიდევ ერთხელ ვიქნები აუცილებლად მის დაბადების დღეზე რაც შეეხება რა კავშირი მქონდა მე არანაირი არც მის ბიზნესთან ხო არც რჩევებთან სხვა შორის და ჩემი ერთ-ერთი რჩევა მე მასთან მეგობრობდი ნორმალური კარგი ურთიერთობა მქონდა ხვდებოდი საუბრობდი ბევრ რამეზე და მეტი არაფერი
რაც შეეხება ჩემი რჩევის დაღუპვის შესახებ, ხო, ერთ-ერთი რჩევა, რაც ყველაზე ფასეული მივეცი, რომ ის უშვებდა შეცდომას, როდესაც პოლიტიკაში გადაეშვა. და ამის შემდეგ მე მასთან კონტაქტი აღარ მქონია. მე ვფიქრობ, რომ მაშინ მე მას მივეცი სწორი რჩევა, რაც მან არ გაითვალისწინა სამწუხაროდ. და ეხლა დარჩენი ოჯახი მეც ყველაზე კარგად. ოჯახთან ურთიერთობის ხარისხი არის ყველაზე კარგი ტესტი. ვის რა როლი აქვს ბადრის ცხოვრებაში თუ მის შემდეგ ნათამაშები. მის ცხოვრებაში და მისი სიცოცხლის შემდეგ, ვინც აკვირდებოდა მომლებს, იცის, რომ პრაქტიკულად ერთ-ერთი ადამიანი ვიყავ, ვინც მის ინტერესებს ბოლომდე იცავდა, მათ შორის ტელეკომპანიასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. მაგრამ ენას ძვალი არ აქვს, ხა ადამიანები ლაპარაკობენ, ჩვენ ამას ვერ გავიქცევით, ხო? რა სურათია დღევანდელ რკინიგზაში? არაფერი რკინიგზა მუშაობს, მე რამდენიც ვიცი, არაფერი ისეთი არ ხდება, დღეს ის თქვა რომ რაღაც ტვირთულმა შემცირდა და რაღაც კატასტროფა ხდება, ეს არ შეიძლება რა თქმა უნდა სინამდვილეს. სახელმწიფო ინტერესი იქ იყო კორუფციული სქემები, პირდაპირ გეტყვით და კერძო ადამიანები რკინიგზის რესურსს იყენებდნენ საკუთარ ინტერესებში, დღეს ახლა ჩატყდა ეს ყველაფერი და მოხდა ლეგალიზება ამ იმის ერთ-ერთი შვილობილი კომპანია რკინიგზის ახლა აკონტროლებს იმ დამატებით სარგებელს, რაც მიდიოდა ყოფილი ჩინოვნიკების ჯიბეში. ეს ახლა შედის ყველაფერი რკინიგზის სალაგში. აი ეს მოხდა მნიშვნელოვანი. აგერ რა არის ახალი მენეჯმენტი, რით არის ახალი მენეჯმენტი ძველზე უკეთესი. ახლა ძველი მენეჯმენტის გადაწყვეტილება ვიცით, ხო, ყველა პროექტი რაც დაიწყეს ფაქტიურად საზარალო იყო რკინიგზისთვის, როგორც შემოვლითი გზა, ასევე და ძალიან ბევრი კითხვებია იმ პროექტებთან დაკავშირებით, იგივე ეს ეგრეთ წოდებული მატარებელი, რომელიც დადის რკინიგზიდან აეროპორტში, ხო, რომელიც ცოცხალი ადამიანი არ ჯდება საერთოდ და 18 მილიონი დოლარი დაიხარჯა. დღეს ეს ხარჯები აღარ იქნება რკინიგზაში. იქნება მხოლოდ ამ ორგანიზაციის სასიკეთო ხარჯები გაწეული. აი ეს განსხვავებაა, სულ ყველაფერს სხვა თავი გავანებოთ. ბატონო გია, თქვენი აზრი მაინტერესებს, რატომ შეჩერდა ის პროცესი, რომელსაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია და რისთვის ხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას. დავიჯეროთ ახლა ეს მეტი დამნაშავე არ ყავს ნაცნობ მოძრაობას. ყველაფერს აქვს თავის დრო. სამართლიანობა აუცილებლად აღდგება, ხო? თუმცა დინამიკა შეიძლება არ არის დამაკმაყოფილებელი საზოგადოების და აბსოლუტურად ადამიანურად, აბსოლუტურად გასაგებია. მაგრამ არის ძალიან ბევრი ფაქტორი, რისი გათვალისწინებაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას უწევს და ამას აძლევს როგორც ობიექტური ხასიათის, ასევე სუბიექტური ხასიათის და ამის გათვალისწინებით ესე ვთქვათ, პროცესი არ მიდის იმ ტემპით, იმ დინამიკით, რადი დაამთავრე. ახლა პრემიერ-მინისტრის კონსულტანტად დაინიშნეთ საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში. რა გეგმები გაქვთ, რას ურჩევთ ამ კუთხით პრემიერს, საით არის თქვენი ვექტორი მიმართული? მე ძირითადად მუშაობ საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციის განვითარებაზე, ხო? მოგესალმებათ, რომ რეალობიდან რომ ამოვიდეთ, ჩვენი მთავარი ფუნქცია, ანუ ის, რითაც საინტერესოა ჩვენი ქვეყანა გლობალური ეკონომიკისა თუ გნებავთ პოლიტიკისას გახლავთ აღმოსავლეთ დასავლეთის შემაერთებელი მნიშვნელოვანი კვანძის განვითარება, ხო? აი ეს არის ფუნქცია, მე ზუსტად ამ მიმართულებით მუშაობდი, სანამ დავინიშნებოდი მანამდეც და მე უბრალოდ გავაგრძელებ უკვე ახალ სტატუსში განვითარებას ამ თემის. ეს გარდა ამისა ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით მაქვს გარკვეული კომპეტენცია და ამ კუთხითაც გავუწევ რჩევებს, ეხლა დანარჩენი გამოჩნდება, ხო, ძალიან ბევრი საკითხებია ამ ასპექტში, იგივე ინვესტორებთან დაკავშირებით, უცხოელ ინვესტორებთან და ამ შემდეგ, დაახლოებით აი ეს იქნება დიაპაზონი. მე არ ვაპირებ რაღაც უსასრულოდ გაფართოებას ჩემი და საერთოდ არის ჩემი ინტერესი, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანთ ამაზე საუბარი. Так, ბატონი ივანიშვილი ძალიან გაქებთ და ყოველთვის დადებითი კონტექსტში მოგიხსენიებთ, ამასათვის ჯობს. თუმცა ბოროტი ხმები ამბობენ, რომ თქვენ აგენტი 007 ხართ და პრემიერს ურჩევნია ახლოს ყავდეთ, რომ ადვილად გაკონტროლოთ. ეხლა მე არ ვიცი. მე არ ვიცი ნამდვილად, რომ ახლოს ყავდე, ხო, ეხლა თუ კონტროლია მისი ამოცანა, ეს რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მარტო შემიძლია გავიღიმო ესეც შეთქმულების თეორიის ერთ-ერთი გამოვლინება
საერთოდ ჩვენ გვიყვარს ლეგენდები და შეთქმულებები. ბატონო გი ახლა ამ ამპლუაში გიხილეთ, ახალ ამპლუაში გიხილეთ იმედის ეთერში. რაღაც დიდი დოზით ხომ არ გამოჩნდით ქართულ პოლიტიკაში, ეს გადაცემა რაღაც გინდოდათ. ხო, ეხლა რა არის ეს მე არა მაქვს მიზნები, ანუ მე არა მაქვს ამბიციები. მე ჩანვარ ზუსტად იმ დოზით, რა დოზითაც შემიძლია რომ გამოჩნდე და მაქვს რესურსი. და თუ არის ამაზე მოთხოვნილება და მე თუ შემიძლია, რატომაც არა, ხო? მე მაქვს ჩემი ინტერესები, ადამიანი ვარ. მაგრამ ეს ინტერესები არ არის ამბიციური, მე არც კარიერის გაკეთება მინდა, არც მატერიალური ინტერესი არ მაქვს. მე ვფიქრობ, რომ რაღაცა შემიძლია გავაკეთო. ეხლა ცუდად ვაკეთებ თუ კარგად ვაკეთებ, ამას ეს საზოგადოება უნდა შეაფასოს. რა დოზით გამოჩნდები ეს ჟურნალისტებზეა დამოკიდებული, ხო? ეხლა თუ არავინ არ მოვა და არა იგოს, მე თვითონ დამეცუნეთ, არავის არ ვეხვეწები, რომ მოდი და ეხლა მაინც ინტერვიუ აიღე მეთქიან ისა. მე ვარ აქტიური ადამიანი, ვაქტიურობ, თუ საინტერესო ვარ, ეს არ არის ჩემი დანაშაული. თუ ვიღაცა მოდის და რაღაც კომენტარს მითხოვს, ხო? ყოველდღე რაღაცა ხდება, მე უკვე მიჩის 3-4 საათი მარტო ამას მეაქვს. ეს ჩემი ინიციატივა არ არის და თუ ვინმე თulis რომ მე ვარ დიდი დოზით, უბრალოდ შეამციროს თვითონ ეს დოზა. ესე ვთქვათ, მიწოდებას ბაზარზე, ხო, ეკონომიკური კატეგორიებით რო ვიჟებოთ, განსაზღვროს მოთხოვნილება, თუ არის მოთხოვნილება, მიწოდებაც არ იქნება ხუხაშვილის, ასე რომ აი ესეა საქმე სინამდვილეში. ბატონო გია, როგორც ცნობილი გახდეთ, თქვენ გახდით პრემიერის მშობელი ეკონომიკის აგენტობის და მაინტერესებს რა ბედი ეწევა 10 თბილისელიდან შემდგარ ჯგუფს, რომელთანაც ერთად ეთერში გადავიყვანე 10 თბილისელი, ხა ეთერში ვზივართ. იმედის ეთერი შეგიძლიათ ნახოთ, აი იქ ვართ ის 10 თბილისელი. ხო, თუ ეხლა ჩვენ გავართ იმას, რასაც კაპიტანი ჩოლგოლეიშვილი ან სხვები ლაპარაკობდნენ, ხო, რა ვიცი, ხო თუ ჩვენ გავართ ძველ ბიჭებს ან რაღაც კულტურული მენტალიტეტის მატარებლებს, ნუ ეს საზოგადოებამ შეაფასოს. თბილისელის თემა, ნუ ეს შეიძლება, როდესაც მე ეს ფრაზა ვიხმარე, ნუ არ იყო მაინც და მაინც ესთეტურად სწორედ ნათქვამი, ალბათ ჯობდა ცოტა სხვა მაგალითი მომეყვანა, მაგრამ ნუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მაგალითი ამდენად, ესე ვთქვათ, სააჟიოტაჟო. უბრალოდ ვიგულისხმე ის, რომ კოჟორიძეს მინდოდა, რომ რაღაც გარკვეულ წრეში გვენახა ყველაფერი და ვინ მოახდინა პროვოცირება რეალურად ჩხუბის და განგვეხილა. არა ქუჩის ენაზე, არამედ ადამიანურ ენაზე გვენახა, გაგვიანალიზებინა და გავაკეთებინა დასკვნა და ეს 10 ადამიანი ამ კუთხით მოვიშველია და მეტი არაფერი რა. ბატონო გია, როგორც ეკონომიკის საკითხი, ეს ხო. ბატონო გია, პრემიერმა უკმაყოფილება გამოთქვა მისი გუნდის ერთ-ერთი მინისტრის მიმართ, თუმცა ინტრიგა ჩამოაგდო და ვინაობა არ დაასახელა. ახლა მედია და ექსპერტები კითხავდნენ, ვის მოხსნის ივანიშვილი, მამაკაცები მიგონია, რომ ლაპატკაზე ეკონომიკური ბლოკის მინისტრი დევს. იქნებ თქვენ შეიტანოთ მეტი სიცხადე ამ საოცრად მნიშვნელოვან საკითხში. ვერ შევიდა სიცოცხლეს, იმიტომ რომ ამ პროცესში მე სიცხადეს უკაცრავად არ მონაწილეობ არანაირად. რაც შეეხება არაშიძეს, ეთო მას მეტი ინფორმაცია აქვს და ისევ იმას კითხეთ, იქნებ კიდევ უფრო დაავიწროს მინისტრების ის წრე, რომელზეც უკვე ვისაუბრა. Так, რამეს აკეთებს ეს მთავრობა? ახლა ვიქტორი რა თქმა უნდა აკეთებს და ბევრ რამეს აკეთებს. კარგად თუ ცუდად, ესეც საზოგადოების შესაძლებელია, ხო? მე ვფიქრობ, ბევრი პოზიტიური რამ ხდება, შეიძლება შეცდომებიც არის, ხო? მეც მაქვს გარკვეული შენიშვნები, თუმცა ახლა მე დეტალურად ამას ვერ გამიხილავ. რა ვიცი. აკეთებს რა თქმა უნდა. რატომ ჭიანურდება ტენდერების გამოცხადება, მშენებლობები, არხები და წყალსადენების აღდგენა, რას აპირებენ და როდის? რატომ ჭიანურდება, ამას აქვს თავისი ალბათ სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, მე დეტალებში ამ თემას არ ვიცნობ, მაგრამ მიზეზები გახლავთ ის, რომ ის რაც იყო დაგეგმილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს ამ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, მე ვფიქრობ, ის იყო ცუდად გააზრებული, ნაკლებად ეფექტური და სახელმწიფო ხარჯები არ გამოიყენებოდა ყაირათიანად. იმისათვის, რომ ამის რეორგანიზაცია მოახდინო და ეფექტურობა გაზარდო, ამ თემას სჭირდება სერიოზული შესწავლა
შესაბამისად დამისამართება, სწორი დამისამართება, რო ეფექტურობა აწიო, შეიძლება ეს პროცესი ყოფნდება და მეტი უფრო სწრაფად არის გასაკეთებელი, ეს შეიძლება გავიზიარო, თუმცა არა ვარ იმდენად კომპეტენტური, რომ ძალიან დაბეჯითებითი პასუხი გაგცეთ ამაზე, მაგრამ ის როგორც ეს კეთდებოდა, ის იყო სრული მარაზმი, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ხო? აი ეს აჟიტირებული, ეგზალტირებული რაღაც ფსევდომშენებლობები. ხო ეს არის ყველაფერი. ბატონო, თუ შეიძლება ეხლა რო ბრძანეთ ნატოსთან დაკავშირებით, როგორღაც ეს საკითხიც რომ მოაქციოთ აქ, თქვენ რო ბრძანეთ რომ ხუხაშვილს კიდე რაღაც. ხო, აი ტექნოლოგია დაახლოებით აი ხუხაშვილის ფენომენზე როგორ არის ფენომენი ხა მე დადებით კონტექსტში არ გულისხმობ ამას და ნამდვილად არა ვარ ნაციზმით დაავადებული, მაგრამ აი დღეს მაგალითად ყოველდღე რაღაც ახალი დეზინფორმაცია თვითონ მე მოვითხოვე ნატოს თემაზე რეფერენდუმი, ეხლა ეს არის სრული აბსურდი, თავდაპირველად დაყენება იმ კომენტარისა ჩემი რაც მე მივეცი ამ საკითხთან დაკავშირებით. რეალურად, როდესაც ჟურნალისტმა დასვა საკითხი, მიგაჩნია თუ არა საჭიროდ ამაზე რეფერენდუმის ჩატარება იქნება შეიცვალა განწყობა, მე ვუთხრა რომ არ მიმაჩნია და ეს არ უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ ეს ბუნებრივი არჩევანია საქართველოში. ბუნებრივი არჩევანია საქართველოში და როდესაც ჩამეკითხა ჟურნალისტი, აი მაინც თუ ისე მე ვუთხრა რომ ხელისუფლებას არ უნდა გააკეთოს და ეხლა თუ ვინმეს მაინც და მაინც აინტერესებს მეთქი კერძობის ამის გაკეთება, თუ უნდა ჩაატაროს მეთქი მე რატომ მეკითხები. და გამოვიდა დღეს ერთ-ერთ საიტზე და ეს არის აი კლასიკური ნიმუში იმისა როგორ იქნება ეს ლეგენდები, ხო? გამოვიდა რომ ხუხაშვილი ითხოვს ნატოს საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას. რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამის? აი ეს არის ის რეალობა, მე ვიტყოდი ძალიან არაკეთილსინდისიერი რეალობა, რომელიც გვიწევს ცხოვრება, თუმცა გავუძლებთ ყველაფერს, არ არის პრობლემა. მე ვგითხრათ რომ კანი გავისკელე საკმაოდ და არავის არ მორავის მექნება იმის შეგრძნება რომ ესეთი წესებით, უწესო წესებით მე ვიტყოდი შესაძლებელი იქნება ხუხაშვილის ესე ვთქვათ გადაყვანა სხვა სტატუსში. ესეთი წესებით არის. კი ბატონო, თუ რეალური პრეტენზიებია, კი ბატონო, ამაზე ვილაპარაკოთ. მაგრამ ამ ბინჯურ ენაზე ლაპარაკით ვერაფერს ვერ გახდებიან. ეს დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თუ დაგაკმაყოფილეთ პასუხები. კარგია, თუ არ დაგაკმაყოფილეთ, მე ამაში ვერ ხედავ პრობლემას, ჩვენი ურთიერთობა ალბათ გაგრძელდება მომავალშიც.